აბაშაში არეულობა რძელდება საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ახლად დანიშნული გამგებლის დროშა ჭანტურიესა და საკრებულოს თავმჯდომარის დავით თოფურიას გადადრომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ისინი საკრებულოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვით დროშა ჭანტურია გამგებლად დაინიშნა. გამართულ აქციას სხვადასხვა რაიონებიდან აბაშაში ჩასული ქართული ოცნების მხარდამჭერები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ამ დროისთვის კვლავ ვრცელდება 10 დღის წინ დაწყებული შიმშილობის აქციაც მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას დღეს ზუგდიდში გეკმავენ. ისეთი პიროვნება აბაშაში გაგრძელდება აქცია. ზუგდიდში პირველ საათზე ტარდება დიდი მიტინგი, სადაც მთელი სამეგრელო იკრიბება და მთელი სამეგრელო გამოხატავს პროტესტს სააკაშვილის უკანონო გადაწყვეტილებებთან მიმართებაში. არ ვეთანხმებით ჩვენ ამ აქციას. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გამგებელი არჩეულია კანონიერი გზით. მათ აქვს დეჭვი და სასამართლოში აქვს შეტანილი თქვა სარჩელი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ ამაში და თუ სასამართლო და ასეთი გზებით, სამართლებრივი გზებით ისინი გაახორციელებენ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ჩვენ არა ვართ.